საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ისაუბრეს ფარასა და გრანტების შესახებ კანონებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დიპლომატიური კორპუსი კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ კანონები დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და ხელს შეუწყობს გამჭვირვალეობას, ასევე ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და სხვადასხვა ფორმატში დიალოგის გაგრძელებისთვის. მან მიაწოდა დიპლომატიურ კორპუსს მოსვლელი ინფორმაცია თუ რა სიტყვასინებს ახალ შემოსული კანონი, თუ რა რეგულაციებს ექვემდებარებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრა როგორც დიპლომატიურ კორპუსისთვის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ის არაერთი შეკითხვა გაიცა ძალიან საინტერესო პასუხებით. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ფარას და გრანტების კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და გარკვეული ინფორმაცია მივაწოდეთ თუ როგორ მოხდა კანონის იმპლემენტაცია და აღსრულება როგორ მიმდინარეობს. ასევე ვისაუბრეთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დღეს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ კიდევ უფრო მეტად ცხადი იქნება ყველა იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც ესე ვთქვათ, უკავშირდება დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებას.